მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალაქ მარნეულის შემოვლითი და სოფელ სარელში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე პროექტით ჯამში 6 კილომეტრამდე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გზა მოეწყობა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები. პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 1,900,000 ლარია. მემოქართლის რეგიონში 7 მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მარნეულის შემოვლითი გზის გაკეთება, რომელიც არის დაახლოებით 3 კილომეტრი და 400. ეს გზა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან, მნიშვნელოვანია ძალიან მოსახლეობისთვის, გადაადგილებისთვის. ასევე ქვემო სარალში მიმდინარეობს შიდა გზების მოწყობა. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, გადავწყვეტეთ, რომ ქალაქის შემოვლითი გზა მოვაწყოთ, რომელიც დააკავშირებს ორ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას, ეს არის მარნეულ-ლომთაგორა და მარნეული-აზგენ-თაზაგენდის გზას. იქნება მაგისტრალური გზა, მოეწყობა 6 მეტრის სიგანის ორფენიანი ასფალტობეტონის გზა. პროექტი ახლა ამ ეტაპზე პირველი ეტაპი დაფინანსებულია რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან, შეადგენს 1 მილიონ ლარს.